რამოდენიმე ვიდეოთი წინ ანუ ჩავწერე ესეთი ვიდეო home ღილაკით ვაკეთებდით სწრაფ თარგმანს. ანუ აი ასე. შეხედეთ. home ღილაკს ხანგრძლივად ვაწვევით და შემდეგ ნახეთ აქ დაბლა მარჯვენა კუთხისკენ არის თარგმანის ღილაკი. დავაწვევთ ამას და ეკრანზე გამოტანილ თლიან ტექსტს თარგმნით, ანუ ტექსტი იქნება თუ სხვა რამე, ნუ არ აქვს მნიშვნელობა, ნუ ტექსტი, პატარა ფრაზა, თუნდაც აგერ აპლიკაციების სახელები რა ესე ვთქვათ. თარგმნდა ყველაფერს. მაგრამ რამოდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ანუ არ აგდებს ამ თარგმანის ღილაკს. ეხლა გასწავლით როგორ უნდა ჩავთოთ ეს, ანუ გავააქტიუროთ. იქამდე კი ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. შევდივართ პარამეტრებში. პარამეტრები. გიოქციების პარამეტრები. და ძიებაში წერთ ესეთ რაღაცას. სქიპ გამოჩულია. აცი სქიპ გამოჩულია. სქიპ გამოჩულია. ნეტაშვილი. ინტერვა. სქიპ გამოჩულია. ზოგი. ძიება. შემოხაზვით ძებნა. წერთ ესე. შემდეგ ძებნას ვაწვევით. შემოხაზვით ძებნა. ნავიგაციის დაბა. აი აქ შევდივარ. ნავიგაციის დაბა. შემოხაზვით ძებნა. ხანგრძლივად შეეხეთ საწყის გვერდის ღილაკს ან ნავიგაციის იდენტიფიკატორს, რომ მოძებნოთ ეკრანზე ნაჩვენები მასალის გამოყენებით. ჩართული. გადამწველი. აი ეს უნდა იყოს ჩართული, ნახეთ. გამოჩული. გამოვთავ. ჩართული. ჩავთავ ისე. ანუ ეს ამას ჩართავთ და შემდეგ იმუშავებს ჩვეულებრივად home ღილაკი და გამოგიჩნდებათ ეკრანზე ტექსტის თარგმანის ღილაკი. მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი.